მოწმობისთვის. პირველ რიგში მინდა გითხოთ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელსაც სახალხო შეულებიდან დაბრუნებული დეპუტატები დაიწყოთ მუშაობას, ან ბიუროზე რა საკითხები იქნება დაყენებული და პირველი პროექტები, რომელზეც მუშაობას იწყებს პარლამენტი. მოგესალმებით, გილოცავთ ყველას კიდე ერთხელ ახალ წელს შობას, ყველა დღესასწაულს, რომელიც იყო. და გითხრათ, რომ შვებულება ახლა პარლამენტის წევრებისთვის ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია, ვინაიდან ჩვენ 14 იანვარს ძველით ახალ წელს, ასე ვთქვათ, ჩანიშნული გვაქვს ბიუროს ხდომა და 15 იანვრიდან უკვე იწყება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა და საზოგადოებასთან შეხვედრას იწყებს შესაბამისი კომისია, ამის ორგანიზებას იწყებს. ეს გაგრძელდება დაახლოებით თვის ბოლომდე და საკმაოდ ინტენსიურ რეჟიმში პარლამენტის წევრებს, კანონპროექტის ინიციატორებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს საზოგადოებასთან შეხვედრის დროს მოუწევთ იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელიც ძალიან აინტერესებს საზოგადოებას, კონკრეტულად საკონსტიტუციო ცვლილებებზე მაქვს საუბარი. აქ არის ორი ცვლილება, ერთი ცვლილება შეეხება პარლამენტის ადგილსამყოფელის თემას და მეორე თემა ეს არის, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებში შედის ცვლილებები და ახალი ვარიანტით გამოდის კონსტიტუცია. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემებია და ეს თემები იქნება იანვრისთვის ძირითადი თემა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. რაც შეეხება საკანონმდებლო ინიციატივებს, არის საკანონმდებლო ინიციატივები ჩანიშნული. ჩვენ ბიუროზე არა გვაქვს იმ დღეს გაწერილი დღის წესრიგი, გვაქვს სავარაუდო დღის წესრიგი, ამიტომ დაზუსტება მოხდება ორშაბათს და შეგვეძლება ორშაბათს უფრო ზუსტად გიპასუხოთ თუ რა თემები იქნება მომავალი სასესიო კვირის. 16-ში და 18-ში ჩვენ გვექნება პლენარული სხდომები. ბატონო, როგორც ცნობილია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შევიდა ცვლილებები და ნაფიც-საჯულთა სასამართლო სისტემა გაფართოვდეს უფრო და დაემატოს კონკრეტული მორთულები. მაღალჩინოსნები და ყოფილი მაღალჩინოსნები გასამართნენ ნაფიც-საჯულთა სასამართლოს მიერ. თქვენ როგორ უყურებთ ამ ცვლილებას, თქვენი ოპონენტების მიერ იყო გამოთქმული გარკვეული სკეპტიციზმი ამასთან დაკავშირებით? ნაფიც-საჯულთა ინსტიტუტი წინა ხელისუფლებას წარმოდგენილი ჰქონდა როგორც სასამართლო რეფორმაში დემოკრატიის მწვერვალი. მაგრამ ნაფიც-საჯულთა ინსტიტუტი განიხილავდა მხოლოდ განზრახველობების ამ მძიმე დანაშაულებების საკითხებს და სხვა სფეროზე არ ვრცელდებოდა. ეს ინიციატივა შემოაქვს იუსტიციის სამინისტროს, ანუ საქართველოს მთავრობას და საქართველოს მთავრობის პოზიცია არის შემდეგი, რომ ეს დემოკრატიის უმაღლესი მწვერვალი, როგორც ამას წარმოგვიდგენდა წინა ხელისუფლება, გამოვიყენოთ იმისათვის, რომ იგივე თუნდაც მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც არიან დაკავებულნი დღეს, რომელთან დაკავშირებითაც ისმის პოლიტიკური ტექსტები, რომ ისინი პოლიტიკური დევნილები არიან, გახდეს უფრო მეტად საჯარო, გახდეს ნაფიც-საჯულთა ინსტიტუტის გადასაწყვეტი მთლიანად არის თუ არა. ეს არის თემა, რომელიც შემოგთავაზა იუსტიციის სამინისტრომ. როგორ განვითარებას პოვებს ეს თემა, ეს იდეა საკანონმდებლო ორგანოში, ამას მოდი ერთად მივადევნოთ ყველამ თვალით. უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ეს ინიციატივა საქართველოს მთავრობას აქვს სწორედაც იქიდან გამომდინარე შემოტანილი, რომ არის ძალიან სერიოზული პოლიტიკური ვითარება დღეს, როდესაც ერთგვარი ბრალდებები ისმის პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა სრულიად გამჭვირვალე გავხადოთ პროცესები, მედიისთვის ეს პროცესები გამჭვირვალეა, თქვენ იცით, რომ სასამართლო არ არის დღეს არც პროკურატურის, არც აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაში და დამოუკიდებელია თავის გადაწყვეტილებებში და ჩვენ გვინდა სრული გარანტიები შევქმნათ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დღეს პოლიტიკურ დევნილებად გვიცხადებენ. მე ვფიქრობ, ეს ძალიან ლოგიკური და ნორმალური მიმართულებაა. თუმცა კიდევ ერთხელ გაუსვამ ხაზს, როგორ განვითარებას პოვებს ეს იდეა საკანონმდებლო ორგანოში, მე ამაზე წინასწარ ლაპარაკი არ შემიძლია. თუმცა ამ ადამიანების მიმართ გარკვეული საზოგადოებრივი აზრი არის შექმნილი და რამდენად მოახერხებენ იგივე ნაფიც-საჯულები, თუ კი ეს საკანონდება ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანას. ესე შეიძლება ყველაფერზე კითხვა დასვა, იმიტომ რომ არ არსებობს ისეთი რაღაც მექანიზმი, სადაც არ შეიძლებაოდეს რაღაცა კონტრკითხვის დასმა. ამიტომ აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ მაქსიმალური გამჭვირვალობა, მაქსიმალურად გაფართოება გადაწყვეტილების მიმღები წრისა არის ერთგვარი პასუხი იმ ბრალდებებზე, რომელიც ისმის ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან.
გამარჯობა ბატონზეად. გაგიმარჯვეთ. კითხვა მაქვს შემდეგი, როგორც ჩვენთვის ცნობილია, წინა საახალწლო დღეებში ბატონი ვოლსკი და ბატონი ვახტანგაშვილი ჩასული იყვნენ ერგნეთის მოსახლეობასთან, მათი ახალი წელი მიუწეს, გაეცნენ ადგილზე მდგომარეობას. ბატონი ვახტანგაშვილის განმარტებით იქ უმალე უკვე უნდა დაიწყოს ფუნქციონირება კავკასიაში ერთ-ერთმა ყველაზე ძლიერმა სავაჭრო ცენტრმა ერგნეთის ბაზრობის სახით. კონკრეტულად მაინტერესებს, თქვათ ამ კუთხით მიმდინარეობს თუ არა მუშაობა, რა მუშაობები ხორციელდება, რა იგეგმება ამ კუთხით სავაჭრო ზონასთან დაკავშირებით, ჩვენთვის უახლოეს წარსულში ეს საკმაოდ მძიმე წარსულთან ასოცირდება. კი, ეს მძიმე წარსული მე მინდა გითხრათ, რომ ერგნეთის ბაზრობას ჰქონდა მრავალმხრივი დატვირთვა, როდესაც ის არსებობდა. ერთი დატვირთვის ერთი მიმართულება ის იყო, რომ ამ ერგნეთის ბაზრობაზე კონფლიქტის რაღაცა წვეტიანი მხარეები ცოტა დარბილდა. ურთიერთობა ოს და ქართველ მოქალაქეებს შორის ჩამოყალიბდა, რაღაც კონფლიქტური მწვავე დაპირისპირებები დარბილდა და ამას უთუოდ ჰქონდა თავისი პოლიტიკური დატვირთვა. ერგნეთის ბაზრობის აღდგენის იდეა კოალიციაში გაჟღერებული არის უკვე, ოღონდ ამას სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები. შეუძლებელია ერგნეთის ბაზრობა გააკეთო ისეთ ცარიელ ადგილას. ამას სჭირდება სამართლებრივი, იურიდიული, ეკონომიკური გათვლები და ამაზე მუშაობა როცა დაიწყება, ალბათ საბოლოო სიტყვა აქ იქნება მთავრობას, იქნება პრემიერ-მინისტრს, ვნახავთ ჩვენ როგორ განვითარდება მოვლენები. მე გიდასტურებთ, რომ ამ თემაზე საუბარი კოალიციაში იყო. რა მუშაობები ისე ახსენეთ საკანონმდებლო ცვლილებები, რა კეთდება კონკრეტულად ამ მიმართულებით თუ შეგიძლიათ? არა, მე ვარაუდები შემიძლია მხოლოდ გითხრათ, მაგალითად ვარაუდები ისეთი, რომ განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა შეიქმნას, ან დაუშვათ სხვა რაღაცა ტიპის გამოსავალი იქნას მოძებნილი, თუ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული. ეს არის თემა, რომელიც არის დამუშავების სტადიაში და ეს თემა არ შეიძლება ვთქვათ, რომ არის გადაწყვეტილი თემა. აქ ყველაფერი კიდევ ერთხელ გეუბნებით, უნდა დამოკიდებულია არა საქართველოს პარლამენტზე და საკანონმდებლო ორგანოზე, არამედ დამოკიდებულია საქართველოს მთავრობაზე, პრემიერ-მინისტრზე და იმ ეკონომიკურ გათვლებზე და ამავე დროს რაღაც პოლიტიკურ შესაძლო შედეგებზე, რომელიც ჩვენ აქედან უნდა მივიღოთ. ამიტომ არის კიდევ ერთხელ ამბობ, ეს არის თემა, რომელიც არის საინტერესო თემა, საინტერესო იდეა, მაგრამ განხორციელება ჯერ ამის არ დაწყებულა და ამის განხორციელება როცა დაიწყება, თქვენ აუცილებლად ჩაგაყენებთ ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში. განხორციელებასთან ერთად, თუ გაქვთ თქვა შემუშავებული სტრატეგია, როგორ შეიძლება გაკონტროლდეს ეს წერტილი, ჩვენთვის კარგად ცნობილია, ეს იყო იგივე თქვა შავხრელად წოდებული ადგილი, ხო, კონტრაბანდის წყაროც იყო. დიახ, რა თქმა უნდა. გაკონტროლდეს. რა თქმა უნდა, ეს იყო კონტრაბანდის წყაროც, იყო შავი ხვრელიც, იყო ფინანსური საზღვრების ხშირი დარღვევა, ამ შემთხვევაში სწორედ ამას გეუბნებით, რომ ეს არის მრავალპლანიანი თემა. ამ თემას სჭირდება დამუშავება, მაქსიმალურად რისკების თავიდან აცილება, სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ ეს იყოს ძალიან კარგად დამუშავებული, ბოლომდე გააზრებული, თუ რა შედეგების მომტანი უნდა იყოს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული. როდესაც მე მოგახსენებდით, რომ ეს თემა საჭიროებს ძალიან ბევრნაირ დამუშავებას, სწორედ აქედან გამომდინარე გეუბნებოდით, რომ მას რა თქმა უნდა, მხოლოდ პოზიტივი არ მოუტანია, მას ჰქონდა თავისი ნეგატივებიც. ბოლო დროის განმავლობაში თქვენი გუნდის წევრები საგრძნობლად აკრიტიკებდნენ სასამართლო სისტემას, ბატონი კუბლაშვილის უწყებაზე მაქვს შემთხვევაში საუბარი. რამდენიმე თქვათ განცხადებაც გაკეთდა იგივე ქალბატონი წულყიანის მხრიდან, რომ ეს უწყება საჭიროებს რეფორმას და ამ შემდეგ. დღეს ბატონმა კუბლაშვილმა გააკეთა პასუხი. მან განაცხადა, რომ ეს არის ოცნებები და ეს არის პოლიტიკური გამოხტომები. მინდა რომ შეაფასოთ თქვათ ბატონი კუბლაშვილის. ახლა სასამართლოს ჩვენ ბოლო დრო ვაკრიტიკებთ კი არა, რაც სააკაშვილის მიერ რეფორმირება დაიწყო, ეგრეთ წოდებული რეფორმირება ამ სასამართლოში, მას შემდეგ ვაკრიტიკებდით და მინდა დავაფიქსირო და ვთქვა, რომ უმაგალითო ზეწოლის ქვეშ იყო სასამართლო ბოლო 9 წლის განმავლობაში, როცა მიხეილ სააკაშვილი მართავდა ერთპიროვნულად ადეიშვილის ხელით და ხშირ შემთხვევაში ადეიშვილი კი არა გაცილებით დაბალი თანამდებობის პირები ახდენდნენ ხოლმე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას, ეს არავისთვის არ არის საიდუმლო და არ ჩვენთვის. მას შემდეგ, რაც 1 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა, სასამართლოზე ასეთი ტიპის ზეწოლა არის მოხსნილი. ეხლა თუ პოლიტიკოსმა გააკეთა რაღაც პოლიტიკური შეფასება და განცხადება, ეს პოლიტიკოსის საქმეა და მოდი ამას ნუ დაუშლით ჩვენ პოლიტიკოსებს. კონკრეტული ერთი ფაქტი თუ შეუძლიათ თქვას სასამართლო მან მისმა თავმჯდომარემ, რომ სატელეფონო გადაწყვეტილებები ხდება სასამართლოზე მიღება, რომ მან პროკურატურის მხრიდან ან აღმასრულებელი ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან ხდება ზეწოლა სასამართლოზე. მე მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღევანდელი სასამართლო არის მაქსიმალურად თავისუფალი სასამართლო და მასზე ასეთი
ასეთი ტიპის ეწოლები არ ხორციელდება. და სხვათა შორის, ოდესაც გვეუბნებიან, რომ აი პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, რა პოლიტიკურ დევნაზეა ლაპარაკი მაშინ, ოდესაც სასამართლო ღებულობს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და ასეც უნდა ღებულობდეს. თქვენ ნახეთ, რამდენი ფაქტი იყო, როდესაც როცა პროკურატურის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება ამა თუ იმ პერსონის მაღალჩინოსნის თუ დაბალჩინოსნის დაკავებასთან დაკავშირებით სასამართლომ გადასინჯა იმით, რომ ეს ადამიანები გაანთავისუფლა სასამართლო დარბაზიდან. როდის მომხდარა ბოლო 9 წლის განმავლობაში ეს? ძალიან ნაკლებად მომხდარა, ამიტომ აქედან გამომდინარე მე გეუბნებით, რომ სასამართლო დღეს არის თავისუფალი ისე, როგორც არ ყოფილა არასოდეს. არასოდეს ამას ხაზს უსვამ, იმიტომ რომ მე კომუნისტების დროინდელი სასამართლო ძალიან კარგად მახსოვს. ბატონი კუბლაშვილი მე ვფიქრობ, ახლა ემოციები არის ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც. ბატონ კუბლაშვილი შეეძლო საერთოდ არავითარი პასუხი არ გაეცადა, ეს გაცილებით აკადემიური საქციელი იქნებოდა მისი მხრიდან. მე ასე ვფიქრობ. ის არ უნდა მეტყველებდეს როგორც პოლიტიკოსი, არ უნდა იქცეოდეს როგორც ემოციური ადამიანი. მე ვფიქრობ, რომ გაცილებით უმჯობესი იქნებოდა, რომ დუმილით გაეცა პასუხი დაუშვათ პოლიტიკოსების მხრიდან გამოთქმულ მოსაზრებებზე ან შეფასებებზე სასამართლო სისტემის მიმართ. ეს ჩემი მოსაზრებაა, თუმცა ჩემ მოსაზრებას მე ახლა თავზე ვერავის ვერ მოვახდე. ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა თვითმმართველობის არჩევნებზე კოალიციაში შემავალმა პარტიებმა დამოუკიდებლად მიიღონ მონაწილეობა. თქვენი პარტია, კონსერვატული პარტია, თუ ფიქრობს თვითმმართველობის არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლას და აი ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია რამდენად მომგებიანი იქნება ეს თვითონ კოალიციაში შემავალი სუბიექტების? გეტყვით ახლა ჩვენ ვარ დამფუძნებლები კოალიციის კონსერვატორები. კოალიციაში საუბარი თემაზე, რომ ჩვენ ცალ-ცალკე გავდივართ არჩევნებზე, ესეთი საუბარი არ შემდგარა. თუმცა მე არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი რაღაცა ვარიანტი გაჩნდეს 2014 წლის. მე მიმაჩნია და ვხედავ ეხლა პოლიტიკური კოალიციის რომელ სუბიექტს მოუნდება ცალკე გასვლა არჩევნებზე, როდესაც არსებობს ქართული ოცნება, რომლის თავმჯდომარე ფაქტობრივად არის ბიძინა ივანიშვილი და ჩვენ ერთმანეთთან კონკურენცია უნდა დავიწყოთ ისეთ პირობებში, როდესაც ცალსახა ლიდერი ყავს კოალიციას და ამ ცალსახა ლიდერს თავისი პოლიტიკური ორგანიზაცია ეყოლება, რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ეს უბრალოდ ლოგიკიდან გამომდინარე არის ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული, რატომ ჩვენ ერთობაში არავითარი ბზარი არ არის, ჩვენ მუშაობთ როგორც კარგი გუნდი, ჩვენ კოალიცია შეგვიძლია ბოლომდე კოალიციამ თავისი საქმე გააკეთოს და თავისი საქმის გაკეთებაში მე გულისხმობ, მინდა ამას ხაზი გაუსვა, რომ რეალური თვითმმართველობა ჩამოყალიბდეს ქვეყანაში. თვითმმართველობა დღეს ქვეყანაში არ არსებობს. როდესაც, აი მივეხმაროთ ახლა ჩვენ. გრძნობიარე ფრაზა იყო და ნახე რა დაემართა? არ არსებობს დღეს თვითმმართველობა. ვთქვათ პირდაპირ, ის თვითმმართველობები, რომლებიც არსებობდა, იყო პოლიტიკური შტაბების გაგრძელება ადგილებზე და მათი ფუნქცია იყო არჩევნებში ერთი კონკრეტული სახელმწიფო პარტიისთვის ხარდაჭერა და მთელი მოსახლეობის იმ ნიშნით დაყოფა და იმის მიხედვით მომსახურება, თუ რომელი პარტიის და რომელი პოლიტიკური სიმპათიისკენ იხრებოდა ესა თუ ის მოქალაქე. სოციალურ დახმარებებსაც კი არ აძლევდნენ, თუ კი არ იყავი ნაციონალური მოძრაობის მიმართ ლოიალურად განწყობილი. ეს იყო რეალური თვითმმართველობა. დაყოფა ყველა მუნიციპალიტეტის ხდებოდა ისე, როგორც საარჩევნო სტრუქტურები არის განლაგებული, რომ რაც შეიძლება მაქსიმალური შედეგი მიეღოთ. ერთსაც გეტყვით, რომელი თვითმმართველობის ინტერესში შედის, რომელი რაიონის ინტერესში შედის, რომ მაგალითად ჩოხატაურის ხელა რაიონში 200 კაცი იღებდეს ხელფას გამგეობიდან და საკრებულოებიდან. ეს იყო პირდაპირ ადამიანები, რომლებიც დაქირავებული ყავდათ ნაციონალურ მოძრაობას არჩევნებისთვის. ეს თავიდან ბოლომდე უნდა შეიცვალოს. ის რომ დაფინანსება არ ქონდათ თვითმმართველობებს, ვისთვის არის ეს საიდუმლო? დაფინანსება იყო ცენტრალური ხელისუფლებიდან, ჭკვიანად თუ არ მოიქცეოდა რომელიმე თვითმმართველობა ღმერთი გაუწყებოდათ, გადაუჭრიდნენ ფინანსურ წყაროს მაშინვე. ფული არ ქონდა ამ თვითმმართველობას, უფლება არ ქონდა, არავითარი ძალაუფლება არ ქონდა ადგილზე, ისინი იყვნენ ვერტიკალზე დაქვემდებარებული სტრუქტურები, რომელსაც ქონდა ერთადერთი ფუნქცია არჩევნები და გინახავთ თქვენ რომელიმე ქვეყანაში, რომელიმე დემოკრატიულთან ახლოს მისულ ქვეყანაში, რომ თვითმმართველობების 100% იყოს ერთი
პოლიტიკური ძალის მიერ დაკომპლექტებული, რომ 100% გამგებლებისა საქართველოში იყო ყველა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი ან წარმომადგენელი. ეს არ იყო თვითმმართველობა, ამიტომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი რამ ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის რეალური თვითმმართველობისათვის საკანონმდებლო ბაზის შექმნა და განსაზღვრა ამავე დროს ფუნქციების უფლებამოსილებათა გამიჯვნის საკითხები, როცა ამბობენ, აი გუბერნატორი არჩევითი იქნება თუ არ იქნება არჩევით. ეს კონცეფციაზეა დამოკიდებული, უნდა იყოს მთლიანად კონცეფცია დადებული, დანახული, რა ფუნქცია აქვს გუბერნატორს, რა ფუნქცია აქვს გამგებელს, რა დონემდე ჩავდივართ თვითმმართველობის საკითხებში და ამაზე ძალიან სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტში, რომლის წარმომადგენელიც მეც გახლავართ, მინდა გითხრათ, რეგიონალური თვითმმართველობის კომიტეტის წევრი გახლავართ და ჩვენ დავდებთ ამ კანონს. მომავალი არჩევნები, თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება ახალი კანონმდებლობით და ჩატარდება თვისობრივად სრულიად სხვა ორგანოების არჩევნები, ვიდრე ჩვენ ვიცით და ვიდრე გვინახავს დღევანდელ დღემდე. ბატონო ზვიად, რაც შეეხება პოლიტიკურ ამნისტიას, რა ეტაპზეა ეს ინიციატივა და პროცესი და თქვენ როგორ ფიქრობთ, ყოფილ სახელმწიფო მოხელეებს ვისზე და რა ფორმით უნდა განხორციელდეს? თქვენ მომავალზე ალაპარაკოთ, მომავალ ამნისტიას. დიახ, აი, თქვენ პოლიტიკურ ამნისტიასთან დაგეხმარებით. დიახ, და მონაწილეობენ თუ არა ექსპერტები ამ პროცესში და ჩვენ პარლამენტში ამ თემებთან დაკავშირებით რაღაც კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფს გვაქვს ამ თემებზე საუბარი. პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს აქვს ძალიან საინტერესო მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით. ჯერ მინდა გითხრათ, რომ ეს რაღაც ისეთ მეორედ მოსვენის დონემდე მისული არ არის, ეს არის რაღაც პრინციპების დონემდე მხოლოდ დამუშავებული თემა და ამ თემას აუცილებლად თქვენთან გამოვიტანთ, როდესაც უფრო მეტი კონკრეტული კითხვისთვის პასუხის გაცემის შესაძლებლობა გვექნება. რა თქმა უნდა, ეს არის თემა, რომელიც არის ძალიან საჭირო და ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან ეს პროცესები, რომელიც აი რაღაც ერთგვარ მღელვარებას იწვევს საზოგადოების ერთ ნაწილში, განსაკუთრებით ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების რიგებში, ეს მღელვარება უნდა დამთავრდეს ჩვენ მაქსიმალურად გვჭირდება სტაბილურობა ყველას ერთად, რომ ქვეყანა განვითარების ახალ საფეხურზე ავიყვანოთ. ეს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია. ამიტომ მინდა გითხრათ, რომ მოკლეს ხანში მე ვფიქრობ, რამდენიმე კვირის საკითხია ეს თემა იქნება წამოწეული და უფრო დეტალურად შეგვეძლება ასეთ კითხვებზე პასუხის გაცემა. ეს უნდა შეეხოს იმ ადამიანთა წრეს, რომლებიც იყვნენ დანაშაულებრივი სისტემის ნაწილები, ბევრი მათგანი უნებურად, ვინაიდან მათ არავით არის სურვილი და წინასწარი განზრახულობა დაუშვათ დანაშაულის ჩადენის არ ქონიათ. აი იგივე მე გამგებლებზე ვლაპარაკობდი წინა კითხვის დროს, გამგებლები, რომლებიც იყვნენ საარჩევნო სისტემის ნაწილი და რომელთაც აძლევდნენ ძალიან მაღალ ხელფასებს, $5,000-ებამდე ადიოდა თავიანთი პრემიებით და მივლინებებით მათი ხელფასები. ამ ადამიანებს ავალებდნენ ხშირ შემთხვევაში საარჩევნო დანაშაულების ჩადენას. ეს არის თემა, რომელიც არის ძალიან მასიური თემა საქართველოსთვის. ვფიქრობთ, რომ ასეთი ტიპის მოვლენებზე პასუხის გაცემა უნდა შეეძლოს სწორედ იმ ინიციატივას, რომელზედაც თქვენ საუბრობთ. ანუ ბატონო ზვიად, მე ჩაგეკითხებით, ჩერგების პოლიტიკასთან დაკავშირებით გუშინ იყო შეხვედრა, როგორც ვიცი, კომისიის და რა არგუმენტები გამოიკვეთა უმცირესობის წევრების მხრიდან ამასთან დაკავშირებით, რაში გეთანხმებიან, რაში არ გეთანხმებიან და როდის არის ეს? გუშინ მინდა გითხრათ, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით იყო საორგანიზაციო კომისიის ხდომა. ანუ ამ კომისიის გადაწყვეტილება, რაც მას უნდა მიეღო, იყო მხოლოდ ის თუ როგორ უნდა დაეფარა საქართველო და როგორ უნდა მიეწოდებინა საკონსტიტუციო ცვლილებების არსი საზოგადოებისთვის, საქართველოს მოსახლეობისათვის. აქ არ ჩვენ თვისობრივი კამათი ან თვისობრივი შესვლა თემაში, რომ ახლა ეთანხმებიან საკონსტიტუციო ცვლილებებს თუ არ ეთანხმებიან, ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ საუბარი არ გქონია. ეს საუბრები იქნება ალბათ პარლამენტის პლენარულ სხდომებზე, საკომიტეტო მოსვენებზე და მაშინ ვნახავთ ჩვენ მოვისმენთ არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით თუ რა პოზიციას დაიკავებს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლობა. უნდა გითხრათ, რომ ვფიქრობთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილება ერთიც და მეორეც არის ძალიან მნიშვნელოვანი, არის ძალიან საინტერესო და მათ მხარდაჭერები ყავს უმცირესობის რიგებშიც. ჩვენ ეს ვიცით და ჩვენ ვაპირებთ ძალიან აქტიურ კონსულტაციასაც და თანამშრომლობასაც
არავინ არ აპირებს ხელების გადაგრეხით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას. ვფიქრობთ, რომ ძალზე მნიშვნელოვანი იქნება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს საპარლამენტო უმცირესობამაც თავისი პოლიტიკური ნება თანხმედრი ნება შეახვედროს. და ანუ კონკრეტულად რაში არ გეთანხმებიან, ეს ჯერჯერობით არ გამოიკვეთა ალბათ ხო რახან საორგანიზაციო. კონკრეტულად ეხლა რაც მედიაში გავრცელებული ვერსიებია, ეს თქვენ კარგად იცით, ქუთაისის პარლამენტში ყოფნას ეთანხმებიან, იმიტომ რომ ქუთაისის ეკონომიკური განვითარება უნდა მოყვეს და მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის ადეკვატური პასუხი იმაზე, თუ რატომ უნდა იყოს ქუთაისში პარლამენტი. ეხლა აი დღევანდელ დღეს გეტყვით, მე ეხლა ქუთაისში ჩვენ უნდა ვიაროთ ზამთარში რიკოთის უღელტეხილზე, ორჯერ მეტი დრო უნდა დავხარჯოთ, ვიდრე ჩვეულებრივი ამინდის პირობებში ვხარჯავთ. ამდენივე დრო უნდა დახარჯოს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა, ელჩები, ესე იგი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მათაც ხშირი კონტაქტი და ურთიერთობა ჭირდებათ საქართველოს პარლამენტთან. გამოდის, რომ მთელი საქართველოს პოლიტიკური ისტაბლიშმენტი და პოლიტიკური შემადგენელი მთლიანად უნდა იყოს ძირითადად რიკოთის უღელტეხილზე. ეს მე ვფიქრობ, რომ არის ძალიან დიდი და უაზრო ფუფუნება ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც არის ღარიბი ქვეყანა და ღარიბ ქვეყანას არ აქვს მის ჩინოვნიკებს არ აქვს იმდენი დრო, რომ ეს დრო მისი 80 და 70% გაატარონ მანქანაში, წინ და უკან სიარულში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაზე სერიოზული ლოგიკა არის ის, რომ საკანონმდებლო ორგანო უნდა იყოს იქ, სადაც არის საქართველოს მთავრობა, სადაც არის აკრედიტებული უცხოეთის საელჩოები და სხვადასხვა დიპლომატიური მისიები, იქ სადაც არის ცენტრალური ოფისები არასამთავრობო ორგანიზაციების, რომელთანაც მუდმივი მუშაობა სჭირდება პარლამენტს. ეს არის ჩვენი ლოგიკა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ლოგიკა აპრობირებული თემა არის და ყველგან მთელ მსოფლიოში ნორმალურ ქვეყნებშიც და სხვათა შორის დემოკრატიისგან ძალიან შორსდგომ ქვეყნებშიც კი პარლამენტები არის ხოლმე იქ, სადაც არის მთავრობა. ჩვენთან რატომღაც ესე ჩაითვალა წინა ხელისუფლების მხრიდან, რომ პარლამენტის კიდევ უფრო მეტად დაკნინების მიზნით უნდა გადაესახლებინათ, ასე ვთქვათ, ქუთაისში. რაც შეეხება იმას, რომ ახლა ქუთაისში არის მოსახლეობა უჭერს ხარს, რომ პარლამენტის შენობა ქუთაისში იყოს, ეს არის ბუნებრივი, გასაგებია, რომ ბევრი დეპუტატის ყოფნა, ამდენი აპარატის წევრის ყოფნა და ასე შემდეგ ქუთაისლებისთვის ეს არის თვითონ თავისთავად კარგი მომენტი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ალტერნატიული ვარიანტები, რომ ქუთაისის პარლამენტის ის შენობა, რომელიც შენობაც ეხლა არის, რომელშიც არის განთავსებული პარლამენტი, დაიტვირთოს ძალიან ადეკვატურად და ნორმალურად, ისე რომ ქუთაისის ეკონომიკურ თუ სხვანაირ ტიპის სიცოცხლეს რაიმე პრობლემა არ შეექმნას. ეს ამაზე ფიქრი მიმდინარეობს, მუშაობა. ოღონდ ჯერ კონკრეტული რამე თქმა ჩვენ ამასთან დაკავშირებით არ შეგვიძლია, რა თქმა უნდა ჩვენ 360 მილიონიან შენობას არ გადავაგდებთ წყალში. და გამოვიყენებთ, რაც შეიძლება მაქსიმალურად ეფექტურად, ისე რომ ქუთაისლებისთვის ეს იყოს მისაღები. და ეგრეთ წოდებული შერიგების პროცესთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები თუ შეგიძლიათ ამაზე ოდნავ კონკრეტულად ისაუბროთ. აი, ჩვენ ამ თემაზე უკვე ვისაუბრეთ. არა, გასაგებია, მაგრამ ისე იგი ჯერჯერობით პროცესია, რომ დავაზუსტო და კონკრეტულად ეს არ არის იმ დონემდე მიყვანილი ჯერ რომ გამოვიტანოთ თქვენს წინაშე. მე გიდასტურებთ, რომ ამ თემაზე მუშაობა ისევე როგორც ერგნეთის ბაზრობაზე გოგონამ კითხვა დასვა, იქაც არის ეს თემა იყო კოალიციაში წამოწეული, არის ძალიან საინტერესო მოსაზრებები, მაგრამ მოდით ჯერ ცოტა უფრო მეტად დამუშავდეს და მერე ვისაუბროთ ამ თემაზე საჯაროდ. ბოლოს მინდა ჩაიგიქოთ, ძალიან ხშირად აკრიტიკებდით წინა ხელისუფლებას, რომ ისინი არაადეკვატურად მაღალ პრემიებს იწერდნენ თავად და საკუთარი თანამშრომლებისთვის. თუმცა ბოლო დღეებში ჩვენ ვნახეთ, რომ რამდენიმე სამინისტრომ საკმაოდ მაღალი პრემიები, მათ შორის მინისტრებმა საკმაოდ მაღალი პრემიები გამოიწეს. ამასთან დაკავშირებით თუ გაქვთ რაიმე შენიშვნა? მე გეტყვით კი, როგორ არა, ჩვენ პარლამენტშიც დავხვდა ძველი, ასე იგი, სისტემა, რომელიც არის საპრემიო სისტემა, სამევლინებო სისტემა და ასე შემდეგ, რომლის შეცვლა ჩვენ ვერ მოვასწარით, ახალი წლიდან ამ თემებს გადავხედავთ. ეს არის ჩვენს მიერ პარლამენტში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, პარლამენტში ჩვენ ამ თემებს გადავხედავთ. რაც შეეხება სამინისტროების საკითხებს, მე ვიცი, რომ პრემიერ-მინისტრის პოზიციაც გახლავთ ისეთი, რომ ყველაფერი უნდა იყოს ადეკვატური და უნდა იყოს რეალობასთან შესაბამისობაში და განცდა, უსამართლობის განცდა საზოგადოებას არ უნდა კონდეს ძალიან შეუსაბამო და მაღალი ანაზღაურებების გამო. მე პარლამენტთან დაკავშირებით შემიძლია კონკრეტულად გითხრათ, რომ ჩვენ ეს საკითხი დავაყენეთ თავად და უბრალოდ ვინაიდან
დრო იყო ძალიან მცირე, ვერ მოვასწარი ცვლილებების შეტანა. ეს ცვლილებების შეტანა არის გათვლებთან დაკავშირებული, არის ბიუჯეტის გადათამაშებასთან, მთლიანად მთელი წლის ბიუჯეტის და აქედან გამომდინარე ჩვენ მომავალი წლიდან ვფიქრობთ გადავხედოთ ამ სისტემას მთლიანად. კი ბატონო. თქვენ თვითონ წინა ხელისუფლების დროს თვითმმართველობის 100% დაკომპლექტებული იყო სახელმწიფო პარტიით. დღესაც ბოლო დროსაც თვითმმართველ მუნიციპალიტეტებში რამდენიმეში ქართული ოცნების აქტივისტები ითხოვენ საკუთარი კანდიდატის დანიშნვას. ეს რამდენად მისაღებია იმ პროცესში? ეს არის, უნდა გითხრათ, სწორედ აი სისტემის ბრალი, რომელ სისტემაში ჩვენ ვიმყოფებით, მე არ მიმაჩნია, რომ ერთი და ან მეორე შემთხვევაში ერთი და იგივე პოლიტიკური ძალის მხრიდან უნდა იყოს დაკომპლექტებული, ამას ყველაფერს დაარეგულირებს მომავალი არჩევნები, მე მინდა გითხრათ. თუმცა კოალიციის შემთხვევაში ცოტათი განსხვავებულადაა საქმე, ვინაიდან კოალიცია თქვენ იცით რომ არის მრავალპარტიული შემადგენელით, ამიტომ ის რომ ახლა ყველგან დავუშვათ ქართული ოცნების პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან, ახლა ცვლილებების შედეგად დანიშნული, ესეც სიმართლეს არ შეეფერება. თუმცა მე გეტყვით, რომ უნდა მოხდეს ყველაფერი, უნდა გადაწყვიტოს ადგილებზე საკუთარმა მოსახლეობამ თუ ვინ უნდა იყოს, რომელი პიროვნება უნდა იყოს გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე ვინ უნდა იყოს და ასე შემდეგ. ეს არის თემები, რომელიც ხმის მიცემით უნდა დარეგულირდეს. მაშინ, როდესაც ჩვენ კარგად ვიცით, რომ გამგეობები, რომლებსაც ჰქონდათ განუსაზღვრელი ძალაუფლებები, დაუშვათ არჩევნების წინა პერიოდში, ეს გამგეობები იოლად ახერხებდნენ, რომ დაკომპლექტება მოხდარიყო მთელი საკრებულოს შემადგენლობის 95%-ის დაკომპლექტება, როგორც წესი, ნაციონალური მოძრაობის წევრებისაგან ხდებოდა. ესე იგი, რა კი ერთხელ ჩამოვარდა მარტო მიკროფონი, მე მგონი არ იყო ჩვენი ბრიფინგი დინამიური. დიახ. აი, მოქალაქეებს აქვთ უფლება თავიანთი პოზიცია გამოხატონ აქციით, ეს არის მათი კონსტიტუციური უფლება და მე ვერ ჩავერევი მათი ამ უფლებების გამოხატვის საქმეში. მე ერთი შემიძლია გითხრათ, რომ დღეს რა მდგომარეობაც არის ქვეყანაში, სააკაშვილის რიტორიკა, სააკაშვილის თუ გნებავთ პოლიტიკური ტემპერამენტი დღეს არ შეესაბამება იმ რეალობას, რომელშიც ის იმყოფება და ეს პირველ რიგში მას აზიანებს და საზოგადოების დიდი ნაწილის გაღიზიანებას იწვევს. მე ვფიქრობ, რომ ეს შეუიარაღებელი თვალით რომ ჩანს ისეთი საკითხია.